ანუ კაი ხაჭაპურია, პროსტა მაკარონის გემოა, ხო? გამარჯობა, როგორც იქნა დადგა ის ნანატრი დღე, როცა ჩვენს მაგიდაზე წარმოდგენილია აჭარული ხაჭაპური და თუ რატო არის ნანატრი ეს დღე დანიელისთვის, უნდა ნახოთ წინა ვიდეო. წინა ვიდეოში უთხარი რომ ღისა. მითხარით 9 ჯერ რომ აუცილებლად აჭარული უნდა ყოფილიყო ამ ვიდეოში, ხო? შესრულდა ძმა. შესრულდა. დავიწყოთ? ვისა, რა დაგვიწერს? კომენტარებს მე გადავავლოთ თვალი ამ ეს ვიდეოც რო დაიდება მე ერთად ვნახოთ ორივეს კომენტარები, კაი? კაი. დავიწყოთ ახლა, ხო? თქვენ რა დაგვიწერეთ ისა და ისა. მაგას ვნახავთ. ხო, დაგვიწერეთ და მე ჩვენ ვნახავთ. მოკლედ აჭარული ხაჭაპური. ეს არის ჩემო კარგო. ხო და ეს არის ხიკლის სახლი. ჩემო კარგო, მაჭახელა, ხენკლის სახლი. კი ბატონო. ზომა და ფასი დანიელ ერთი და იგივეა 20 ლარიგეც. ხო, ისა შემდეგში ხო ეგეთ თქვი. კი, მაგრამ ჩვენ მომაყურებელმა ხო შეიძლება ფასი არ იცოდეს და ვიძახი რომ ყველა ერთი და იგივე ფასი გიქვს და შენ რა სიტყვა ზომით ერთი და იგივეა ყველა? რომელიმე დიდი ხო? ეს პური ეს პური ცოტა სხვადასხვაია ეს ცოტა იმას გავს. ცოტა ტრაქტორი. აი ესე რო ესე კაი, მოკლედ დანი, მოდი დავიწყოთ ახლა და ვნახოთ აბა. კაი, მანდედან დავიწყოთ. პირველს გავსინჯავთ. პური მობიკეხე. ხინკლის სახლი. შენ აჭარული ხაჭაპურის ჭამა იცი როგორ უნდა? ხო. თუ მე უნდა გაჭამო. არა, მობიკეხე და პურს ვეში. კაი, მე ახლა მოგიტეხავ, შენ გასინჯი. და ვნახოთ რა გამოვა. აჰა. მოკლედ, აჭარული ხაჭაპურის ჭამ მარტო, ყველში უნდა ჩაყო ესე და ეგრე უნდა შეჭამო. კარგად რო გემოგაიგო. აჭარული ხაჭაპურის დიდი მოყვარული არის ჩვენი დანიელი. დღეს მოკლედ კულინარიული გემოების მთავარი შემსწავლებელი არის დანჩიკა რა. მიდი. აიო, მართლა მაკარონის გემოა, კაი. მაკარონი რო გზენი ისაი ეკარი. ანუ კაი ხაჭაპურია, პროსტა მაკარონის გემოა, ხო? არა, მაკარონი. ეს არის ხინკლის სახლი. ხინკლის სახლს დანიელი. გარარი, ანუ გემოა რა. ანუ აი მაკარონი რო ეგეთია. ანუ ყველს რო ჭამ მაკარონის გემო აქვს? ხო. კაი, მაკარონი დანიელს უყვარს. დანიელისთვის ეს სავარაუდოდ კაია, მაგრამ ნუ ყველის როცა ჭამდა მაკარონის გემო იგრძნობა, არ ვიცი. ეხლა ჩემი ძმა მოიცა. მოიცა მე ხო იცი ეს დიდად. არ მიყვარს. ხო, მე მაკარონის გემო. არა, ყველის გემო აქვს ხლა. შენთვის არ ვიცი, შეიძლება მაკარონის გემო. მოდი იცი როგორ ქნა, შენ ახლა რო გადავყნა ყველის გემო და მე თავიდან მაკარონის გემო დატოვან. კაი, შენი შეფასება თქვი, მე ჩემს ასვიტყვი. მიდი, შენ თქვი. არა, ეგ მე დავწეროთ უშუალოდ შეფასება. აი, თვითონ მითხარი, აბა, აი რა იგრძენი, როგორია, აბა? აი ისეთია, რომ აი ახლა აი ცოტა გემრიელია, მაგრამ ისეთიც არ არის, რომ მე მოვიწოდოს. ანუ კაია, პროსტა ისეთი არ არის, რომ შენ მოგეწონოს. ხო. ესე 10-იანი არ არის. ხო, ანუ 7-იანი. 7-იანი? ხო. კაი, მოდი ესე შევაფასოთ. 10-დან რამდენი ბალიც გვინდა იმდენი დავუწეროთ. შენ დაუწერდი 7-იანს, ხო? მე როგორც აჭარული ხაჭაპურის დიდად მოხრე არა ხარ? რა ვარ? მოხრე. დიდად აჭარული ხაჭაპურის მომხრე არ ვარ, ხო და აქედან გამომდინარე, საშუალო აჭარული ხაჭაპურია 1000 ერთხელ რომ მოგინდება დააგემოვნებ ნორმალურია. მოდი მე 5-იანი, შენ 7-იანი ჩემი ძმა, იმიტომ რომ შენ უფრო პროფესიონალურად ხო, ანუ მე როგორც მოვწონს ეგეთი არ არის. ხო, ანუ 7-იანი. შენ პროფესიონალურად აფასებ უფრო და ჩემი შეფასება იყოს 5, კაი? ხო. კაი, ერთი რაღაცა მინდა რომ უთხრა ამ ადამიანებს და შეიძლება? კი. ანუ ეს გამოწერასთან დაკავშირებით თუ შენ რო იძახი ხოლმე რა. ეხლა მე ვეთქვი რა. მეგობრებო, თქვენი ლამაზი თითებით გამოიწერეთ და ლაიქეთ. აი ცი არის, აი პატარა. იქვეა, ხო? იქვეა. პატარა რა. კი, და YouTube-ზე რო გამოგვიწერთ, აი სადღაც, აი აქ, აი აქ. იმაში, აი დიდი რაღაც წერია, ხო იცით? მაგ გადახვათ, აი და ზარისღილაკი. გააქტიო, ხო, ყველაფერი მოკლედ გამოიწერეთ ლაიქი და ზარისღილაკი და დაგვიწერეთ კომენტარი და სადღაც ჩვენ Facebook გვერდის ლინკსაც დავდებთ და იქაც გადმოდით და იქაც გამოგვიწერეთ თუ რამის სურვილი გექნებათ, მოგვწერეთ ჩვენ აუცილებლად გიპასებთ. ჩვენსაც გიყურებიან ჩვენი წინა ვიდეოებიც ნახეთ. დანი, შემდეგი ამბავი არის ეს ხო გავსი. კი, ხენკლის სახლი გავსიდეთ, შენ 7-იანი დაუწერე, მე დაუწერე 5-იანი ჩემი ძმა. ეს არის
მაჭახელა, კი ბატონო. მოდი ახლა მაჭახელა ვნახოთ როგორია. აი ახლა რო ვტეხავ, ამას აი აგერ დავდებ და ეს იყო შენი და მე კიდე აქედან კიდე ჩემთვისაც მოვტეხავ რა. მიდი. შენ ახლა ეს და გასინჯე და ვნახოთ. 20 ლარი არის სამივეს ფასი. ახლა რამდენი გემო არის ხაჭაპური? და ხაჭაპურია, მამა და აბა ისი გემო უნდა კონდეს. ეს არის აჭარული ხაჭაპური. ანუ 20 ლარი ზოგადად აი ამ ზომის ხაჭაპურისთვის, თუნდაც აჭარულისთვის ცოტა ძვირია, მაგრამ ნუ ბაზარზე ყველას ერთ და იგივე ფასი აქვს, ფასით ვერ შევაფასებთ. აქედან გამომდინარე, მხოლოდ შეგვიძლია ვილაპარაკოთ გემოზე. რა აზრის ხარ ამ ხაჭაპურზე? რავი. მითხარი, შენ ხარ ახლა აქ მთავარი, შენ უნდა თქვა მთავარი აზრი. მე ხაჭაპური. ანუ რაღაცა ხო უნდა თქვა, ანუ რო ჭამე რაღა, ეგ ყველში ჩაყავი და ისე ჭამე, თორე მარტო პურს ხო არ შეჭამ. მითხარი ამ ხაჭაპურზე ორი სიტყვა და მე შეფასებაც დავწეროთ. რავი. ცოტა მობრაწულია. მობრაწულია? მაგრამ ეგეც არა უშავს. ყველია მობრაწული ზემოდან. მაგრამ გემო კაი აქვს. ყველაფერი კაი აქვს, მაგრამ მოდი იცი რა ვქნათ, იცი როგორ ვქნათ? იმასთან შედარება გამიკეთე, შენ იმას 7-იანი ხო დაუწერე. მე 5-იანი დაუწერე და მოდი იმასთან შედარებით მითხარი, ეს უფრო მეტად მოგეწონა თუ უფრო არ მოგეწონა? ეს უფრო მოგეწონა. ეს უფრო მოგეწონა და ისეთი გემო აქვს, აი ძალიან რომ მოგეწონა 10-იანი როა თუ იმასთან შედარებით მოგეწონა, მაგრამ თლადათიანიც ვერ არის. ხო. ანუ რა? ანუ კაია. ანუ კაია 10-яნის დონეზე კაია თუ იმაჯობს? 10-იანი. ანუ ეს არის 10-იანი. იმასთან შედარებით მაჭახელა ჩემთვისაც კარგია, იმას 5-იანი დაუწერე, მე მოდი ამას 8-იანს დაუწერ და ბოლო შანსი ექნება, ეს არის ჩემო კარგო. ჩემო კარგო არის ეს. კი ბატონო, ეხლა მოკლედ ჩემო კარგოსაც გავსინჯავთ და საბოლოო შეფასებასაც ვიტყვით აჭარულ ხაჭაპურში, რომელი არის ყველაზე გემრიელი, კაი? ბოლო ხაჭაპურის დაგემოვნებაც დავიწყოთ და ვნახოთ რა გამოგვივა და როგორ გამოგვივა. ამეებს შენ მერე პურჩამ და აი 2 წელს პატარას ესე ფიფქია და 7 ჯუჯაშუჯერებით ჩაგილაგებ და ყველი კარგად გასინჯე რომ გემო გაიგო რა, აი კარგად ჩაყავი ყველში რომ ყველის გემო გაიგო რა. მიდი. ეგ შეჭამე და თქვი რა და როგორ და მეც ამასობაში გავსინჯავ ამას რა. ამასაც ყველი გემო. ვის გემო აქვს? ყველი. ამასაც ყველის გემო აქვს და მე იცი რას გრძნობ. აი პური იმათთან შედარებით ბევრად უფრო კარგად გამომცხვარი და კარატუნაა, ხო? ხო. აი ეგ ჩემთვის ძალიან კარგია. ყველი რო ვთქვა, იქ ის ხინკლის სახლი ხო იყო? ხინკლის სახლში ოდნავ მარილიანი იყო ყველი და აი ეს ორი ყველი დაახლოებით ერთნაირია, მაგრამ აი პური არის ეს ძალიან აი ეს იცი რას გავს? რას? აი ეს პური. რას? ბულკს? ხო. რბილია? შეერთება. ეს ბევრად რბილია და ეს კრატუნაა და კრატუნა როა უფრო კაია, ხო? გემრიელია უფრო. კაი, ეს იყო არა. მაჭახელა ეს იყო. ეს არის ჩემო კარგო. ხო, ჩემო. ჩემო კარგოა ეს და აბა რას მეკვე ხლა ჩემო კარგოზე. რავი. ყველის გემო ხო თქვი? კი, ყველის გემო აქვს. პური კარგია. ხო. ამას შენ 10-დან 10 დაუწერე. ხო. და ამაზე რას მეტყვი? ამას რა დაუწერე? ამასაც ესა 1000. 1000? არა, მოდი იცი რა ვქნათ, 10 იყოს მაქსიმუმი შეფასება, მაგრამ მოდი სანამ ამას შეფასებას ვიტყვით ამ ხაჭაპურის. ჩვენ რამდენი გამომწერზე გვინდოდა რომ ავსულიყავით? 500,000. 500,000, ნახევარ მილიონ გამომწერზე. დანიელმა ჩვენ პირველი ვიდეო რო ჩავწერეთ, დანიელს ვკითხე რომ მეთქი რამდენი გამომწერზე უნდა ავიდეთ, ჩვენი იდეა ფიქსი რა უნდა იყოს ხო და 500,000 გამომწერიო და რომ მივიდეთ მაგამდე, როგორ უნდა მივიდეთ, რანაირად, აბა? უნდა ყველა დაალაიქოთ. ვინ ყველა, აბა უთხარი, მე ნუ მეუბნები, იქ უთხარი. აი მოუწოდე ხალხს, აბა აი დააჯერე რომ რატო უნდა, აი დააჯერე, დამაჯერებელი იყავი, აბა. ყველა, აი სუ, აი ხლა ამ ვიდეოს ვიწუყურებთ, ყველა დაალაიქეთ. რატო უნდა დაალაიქონ, აბა? რომ 500,000 გამომწერზე ავიდე და მე გაიგებრიელი რაღაცები გავსი. всё, ეგ არის. კაი. მეც ვეთანხმები აუცილებლად გამოიწერეთ. დანი, მითხარი ახლა რამდენს დაუწერდი აი ამ ხაჭაპურს? იმას დაუწერე 10. იქით 7 დაწერე. კაი, ამასაც 10. ამასაც 10. ამას მეც 10 დაუწერ. მე ამას 8-იანი დაუწერე. ხო, კი, მაგრამ ძალიან გემრიელი ხაჭაპურია, ჩემო კარგო. მომისმინე, დანი. ეხლა ერთი რაღაცა უნდა გკითხო და მე დავასრულოთ. ეს არის ხინკლის სახლი, ორივეს გემოვნებით, ხინკლის სახლი გავიდა მესამე ადგილზე ამ სამს შორის. დანი, ამ ორივეს შენ დაუწერე 10. ამ ორ შორის მითხარი რომელია საუკეთესო და მაგით მოვრჩეთ. და კიდე რომელია პირველი?
ანუ ხო, ნახე 10 დაუწერე, ამასაც 10 დაუწერე და უთხარი ჩვენ მეგობრებს, რომელი უფრო კარგი 10-იანი, აი რომელს უფრო დამაჯერებელი 10-იანი გაუწერე. ჩემო კარგოს, ხო? შევთანხმდით, ჩემი ძმა. მეც და შენც ორივეს აზრით, ჩემო კარგოს აჭარული ხაჭაპური ამსავიდან არის საუკეთესო. საშუალო არის მაჭახელა და ხინკლის სახლის აჭარული ხაჭაპური მე რატომაც ამას დავწერდი. შენ უკვე დაუწერე მაგას რუიანი. მაგრამ ამათთან შედარებით არ მოგვეწონა. და მაგრამ ამას ისე კარგად დავწერე. რა დაუწერე? ნოლიანი. ნოლიანი? არა, რუიანი დაუწერე, ხლა აღარ გადავაკეთოთ. მოდი იცი რა ვქნათ დანი? დღეისთვის დავასრულოთ. უბრალოდ რამის თქმა ხო არ გინდა სანამ დავამთავროთ, რა ვით, ნებისმიერი რა. აბა რა გინდა რომ. სანამ დაალაიქებთ, იცი რა ხედით ვარამდე? რა. ჩვენ კომენტარზე გადადით. ვინც არ გვიყურებიათ, აი გადადით ჩვენს კომენტარზე და აი ესე რო ვაწევთ ეგრევე ჩვენი სხვა ვიდეოები ნახო, ნანო? კარგი. თქვენ ვისაც არ გიყურებიათ, გადადით ჩვენს სახზე და ვისაც არ გიყურებიათ სხვა ვიდეოები გადადით და უყურეთ, დაალაიქეთ, არხი გამოიწერეთ და ჩვენ დღეს დაგემშვიდობებით და შემდეგ კვირას ვნახოთ რა გავსინჯოთ შემდეგ კვირას, მოდი დაგვიწერონ კომენტარებში, ხო? იცი მე რას აბა შენი აზრი მითხარი და მე ხალხიც გვეტყვის თავის აზრს. პილმენი. პილმენი? კაი ხო კაი, ხინკალი? კაი. მოდი აბა დაგვიწერეთ მეგობრებო, რა გავსინჯოთ შემდეგისთვის. და ეხლა ეს სანამ დავასრულებთ. ხო. ანუ რო დავამთავრებთ. ხო. მოიჯერ ვნახოთ რა დაწერს კომენტარი. კაი და უპასუხოთ თუ ვინმემ რამე დაგვიწერა. კაი და ჩვენც დავწეროთ რამე. პასუხი უწერთ. კაი? დაიმშვიდობ. კარგად იყავით მეგობრებო, კარგად.